გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით ძირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, მე ნანუკა გულვა ვარ და როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედით ჩვენთან. ეს გახლავთ ქალბატონი სოფო ლაპიაშვილი, კომპანია უსულის დამფუძნებელი. უსული არის ქართული კომპანია, რომელიც ქმნის პროდუქციას ხარისხიანს და ძალიან მაღალი ხარისხისას. საახალწლოდ იმიტომ დაგპატიჟეთ, რომ საახალწლოდ თქვენი აქსესუარები ძალიან ცნობილია და ძალიან ჭრის თვალს და უფრო ახლოდან გვინდოდა გვენახა და გაგვეცნო ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა სოფო რომ მოხვედით ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მსმენელს და ორი სიტყვით რა წარმოადგენ ჩვენ კომპანიას. უსული რა არის სოფო, რა სახელია, ესეთი სახელწოდება არის თუ საიდან? უსული არის ძველი ქართული სიტყვა, რომელიც დროდადრო გამოირკვა, რომ ლოკალიზებულად აჭარაში იყო გავრცელებული და კოხტა მოხდენილს ნიშნავს. და რაღაცნაირად ჟღერადობით ავარჩიეთ, სიმართლე გითხრათ, ეს დასახელება, რომ ქართულათაც და საერთაშორისო ბაზრისთვისაც ისეთი ადვილი გამოსათქმელი ყოფილიყო და საიდან დაიწყეთ, რისი წარმოებით დაიწყეთ? თქვენი პარტნიორიც მოვიკითხოთ, ვიცით რომ თქვენ ორნი ხართ და ამაზე ხშირად საუბრობთ. საიდან გაჩნდა ეს იდეა? ჩვენი კომპანია დაარსდა კოვიდის პერიოდში, 2020 წლის ბოლოს გამოვუშვეთ პირველი კოლექცია. მანამდე იყო დიდი ხნის კვლევა და მუშაობა. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენი მეგობარი დიზაინერების ნარჩენი ქსოვილები, მოკლედ ესე რაღაცნაირად დისკომფორტი იყო მათთვისაც და სულ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ ესეთი ლამაზი ქსოვილები გვჩება და ვყრით და ძალიან გულისკევილია იყო და მე ვუთხარი, რომ მე წავიღებ თქო და რამეს მოვიფიქრებ და დაგვჭირდა რამდენიმე თვე, რომ შევჯერებულიყავით რას გავაკეთებდით ამ ქსოვილებისგან და პირველი რაცაც ჩამოვყალიბდით იყო ფეხსაცმლის წარმოება, თუმცა კიდევ ერთი 6 თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ გვენახა მეწაღე, რომ ვისაც პირველ ესე ვთქვათ კოლექციას შევაკერინებდი. მანამდე მეწაღეებს ამზადებდით, ამოწმებდით და ნიმუშებს ვაკეთებდით და ძალიან რთული აღმოჩნდა. ჯერ ერთი ხელობა ქსოვილზე მუშაობას ხონერ სპეციფიკა აქვს, ვიდრე ტყავზე მუშაობას, ბევრს არ ქონა გამოცდილება. ერთ-ერთმა საწარმო ხელმძღვანელმა გვითხრა კიდევაც, რომ ვის გავგიაო ქსოვილის ფეხსაცმელი. და ნუ ესე ცივად გამოვბრუნდით და გავაგრძელეთ ძიება. და ბოლოს მივაგენით ერთ-ერთ სახელოსნოს, რომელმაც თქვა, მე გავაკეთებო. არ არის პრობლემაო. მე მგონია რომ მათთვისაც ახალი იყო ეს ქსოვილთან მუშაობა და დაგვჭირდა რაღაცა პერიოდი იმისთვის, რომ დახვეწილი იყო სირბილე, ქსოვილის ფაქტურა, ყველა ქსოვილი რა თქმა უნდა არ მიდის ფეხსაცმელზე და ამიტომ იყო სულ რაღაცნაირად შევკერავდით, უცებ ხედავთ ჟონავს წებო, იქ რაღაცა სხვანაირად დაჭდა, იქ გაფუჭდა, იქ და თავი. თქვენ თვითონ იცვამდით ესე ამოწმობდით სოფოთ? იცი რა, არა, უკვე შეკერილზე რომ მიდიხარ და უკვე ხარვეზები გხდება, ფიქრობ, რომ რატო? როცა ძართული პერიოდი იყო, რა ძალიან ბევრი ექსპერიმენტი დაგვჭირდა და აი, ახლა мотиваცია რამაც ფარხმალი არ დაგაყრევინოთ. სოფო, ხო ძალიან რთულია. თან საკუთარი ჯიბიდან ბიუჯეტი მიდის, თან შედეგი არ არის. აი რა იყო ეს мотиваცია? მე მანამდე ძალიან დიდი ხანი, რამდენიმე წელი მუშაობდი ესე, თქვათ მეორადი, ანუ sustainable art ხელოვნების მიმართულებით. მქონდა ბევრი პროექტი და ნუ აი რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი თემაა, ძალიან მინდოდა აი ამაში რაღაცა გამეკეთებინა. ნუ იმის გარდა რომ სახელმწიფო პროექტები ვაკეთე, ეს ქსოვილები ვიცახდი, რომ ხალხო არ შეიძლება მის ნაგავში გადაყრა. იმის გარდა რომ ძვირფასია, რესურსია, ანუ უფასო რესურსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. და რაღაცნაირად არ დამნებდით, ხო, იმიტომ რომ ვიდით რომ ვაკეთებდით ძალიან სწორ საქმეს და ბევრად მოდის ინდუსტრია არის ძალიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი გარემოსი და ამიტომ რაღაცნაირად ჩავთვალეთ რომ ახლა წვლილი უნდა შევიტანოთ, ხმა ის პატარ-პატარა ინიციატივები მე დიდ სურათს ქმნის და რაღაცნაირად მინდოდა რომ ყოფილიყავით ამის ნაწილი და ნუ რაღაცა ასე მეტკრად გავიტანეთ ბოლომდე. ძალიან მაგარია. როდის მიიღეთ პირველი იდეალური ფეხსაცმელი?
რამდენი ხნის მერე? ალბათ სადღაც 9 წლის მერე შეკერვიდან. თუმცა პირველი კოლექცია რო შევკერეთ, იმდენად ეფექტური იყო. ვიზუალურად მერე კი ხო? მივხვდით რომ ბევრი ხარვეზი ქონდა, იმიტომ რომ ესენი იყო ეხლა მაპატიებს სმენელი და რუსულ სიტყვას ვიხმენ ვალინკების ინსპირაციით შეკერილი თექის კიდე ძველი გადასაფარებლების პლედების, შალის პლედებისგან ჩექმები. და ეს ჩექმები იყო სულ დაბალ ძირზე. რომელიც რაღაცა უამინდობაში სველდებოდა სარჩული ქონდა არასწორი გაკეთებული და ქსოვილი სარჩული ქონდა. მოკლედ ესებს შალი ამინდის გადასარვია მე თვითონ ხმარობ, მაგრამ რაღაცა ნიუანსები ვერ გავთვალეთ თავიდან. რაც ხონელა მე დაიხვეწა და ბევრი რაღაცა სხვა ხრიკებს მივაგენით, როგორ გაგვეკეთები და თვითონაც ისწავლეთ და ეხლა უკვე თავარი ეგარი. ჩვენ თვითონ ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამე. იმის გარდა რომ დიზაინი დავხვეწეთ და ტექნიკურად მივხვდით, აი რეები გვჭირდება, ზოგადად ბრენდის მართვა, შეფუთვა, კომუნიკაცია, ბრენდირება, განფასება, რა ვიცი, არაფერი არ ვიცოდით. ამ ყველაფერს ახლა უკვე თქვენ აკეთებთ, თქვენ ორნი. ჩვენ ვაკეთებდით თავიდანვე და აი ამ რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლეთ, როგორ გვეკეთებინა და ძალიან მაგარია. სოფო, რატომ აი ესე აკვიატებულად ქართველი მეწაღის ძებნა? თქო, ხო შეგეძლოთ, რომ დაუშვათ უახლოესი ბაზარი გამოგეყენებინათ, სადაც იქმნება და იკერება და იქ ფეხი-ფეხზე გადაგედოთ და რაღაცა უპრობლემოდ გაგეკეთებინათ. ესეც ხო არ იყო შინაარსში, რომ აი რაღაცა არა თქვათ, ეგ მაგ კუთხიდან არის და ეს შინაარსში, თუმცა ნახეთ პროცესი მიმდინარეობს ესე. ეს ნარჩენები არის უპატარავესი ზომის, აი ეს მართლა რაღაცა შეიძლება 10-10-ზე ნაგლეჯი იყოს. ამას ყველაფერს ჭირდება ინდივიდუალურად გაკეთება. ანუ დიზაინს ვაკეთებთ ყველა მომხმარებლისთვის, ანუ ყველა ჩანთა, ფეხსაცმელია თუ სხვა აქსესუარია, ყველა არის თითო-თითო. იმის არცერთი არ მეორდება. ამის გამო მთლიანად დიზაინში ვართ ჩართული კეთების პროცესშიც. ეს რომ დაგვესაქმებინა ვთქვათ მეზობალი რეგიონებიდან ვთქვათ გამოცდილი მეწაღეები მოგვიწევდა იქით გადასვლა. იმიტომ რომ აი შემოსულია შეკვეთა, მივდივართ სახელოსნოში და ვიწყებთ. აჰა, ამ ფერს ეს უხდება, იმ უკანის იყოს, ცხვირზე ის იყოს, ეს მოეწონება თუ არა მომხმარებელს. მე ამას ვაგზავნით. იქიდან თუ დასტური არ მოვიდა, თავიდან ახალ კომბინაციას ვაკეთებ და რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობ. არის ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა აი ესეც რაღაცნაირად მოვირგეთ ეს მომსახურეობა. გონია რომ ბევრს არ აქვს და რაღაცა ჩვენი ნიშა იმის გამო რომ მართლა თავისით მოიტანა ამგვარი მომსახურება, იმიტომ რომ აი ეს რომ მოუნდეს სხვა ზომა არა მაქვს. არ არსებობს და ვერ იქნება. ამიტომ მე უნდა ვკითხო რომ რა ფერებში გინდა და შეგიკერა, ოღონდ მსგავს. და მე ვეძებ მსგავს ქსოვილებს მისი სურვილისამებრ კომბინაციას ავუწყობ და ეს საბოლოო ჯამში მიდივართ ხოლმე სასურველ. ანუ ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალური ფეხსაცმელი უკვე შევქმნით და გვაქვს, ხო? ძალიან კარგი. სოფო ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა, რომ 60 შეიძლება ძალიან მოგწონს, მაგრამ 35 ქალბატონს ეცვას რაღაცა ერთწლეულებაზე იგივე და ეს ძალიან მიმზიდველია ეს ნიშა, რომ ერთია და ერთადერთია და შენია. ეს ხის და ნაჭრის რაღაცა კომბინაცია უზომოდ ლამაზია და იმდენად რაღაცა თანამედროვეა, რომ ვერც წარმოვიდგინე, რომ ეს არის რაღაცა ჩვენი ბებიების ძველი ქსოვილები, პლედი, რომელიც ესე არის გაცოცხლებული, განახლებული და მართლა ეხა ვინც გვიყურებს, ხედავს, რომ აი ულამაზესი არის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ლუქს ეგრეთ წოდებულს ძალიან დაამშვენებს. ის ხოთიშორის შარშან ბაზრობის ფარგლებში მადრიდში ქონდა ჩვენება და დავაჭერეთ მამაკაც და ის ჩაჭდა ძალიან ჩაჭდებოდა კი ლამაზი იყო შემოდგომის ფერებში და ლოფერებზე და ასე შემდეგ ძალიან ლამაზი იქნება ნამდვილად მამაკაცისთვისაც კი პრინციპში ხა მოდა ხო რაღაცნაირად გაერთიანდა და ეს აქსესუარები ცალ-ცალკე აღარ არის და მართალია ეს რაღაცა ლეპტოპს ჩადებ თუ იმას ჩადებ რაღაცა აქსესუარს ყველაფერი ძალიან მოუხდება ძალიან ლამაზია და რას ვქმნით სოფო აი ესე ჩამონათვალში რა გვაქვს ხელჩანთა ფეხსაცმელი ძირითადი პროდუქცია რაც არის ფეხსაცმელია, ჩანთებია, ჩანთების მრავალფეროვნება გვაქვს ძალიან სხვადასხვანაირი.
ეს ხის დეტალები ძალიან ლამაზია, ძალიან უხდება. ხის დეტალებითაც გვაქვს, მეტალის დეტალებითაც გვაქვს, დიდებიც, პატარებიც, გვაქვს ესეთი სამგზავრო კოსმეტიკის, კარგად ევადი, თუ შეიძლება ვნახავ, რა ლამაზია. ძალიან ლამაზია, კარგი ხარისხია, კარგად შეკერილია, ამის ექსპერტი კი ვარ, მე მოგეხსენებათ. ძალიან მაგარია. ძალიან კარგი იდეა, შეგნით ჯიბიც ყველაფრით, ხო? კოსმეტიკისთვისაც კარგია და თან იქ ეს გვერდებზე შეგნებულად გადავიტანეთ, რომ ადვილად ჩავიდეს ცოტა დიდი მივთის, ხო? ძალიან კარგი. ნაფიქრია ნაზრუნია. ესეთი ჩანთებიც არის ეს იცით რა არის, აი იქიდან გამომდინარე თუ რა ქსოვილი მოგხვდება ხელში, მე რო ვფიქრობთ იმისგან რა გამოვა. იმიტომ რომ ესე კონკრეტულად პროდუქცია კი გვაქვს, რასაც მუდმივად ვაწარმოებთ, მაგრამ შეიძლება რაღაც ქსოვილი ჩაგივარდეს, რაც ჯერ არ გამოგიყენებია და მისგან შეიძლება სულ სხვა რაღაც გამოვიდეს. აი ესეთი ქისებში იდება ყველაფერი, ეს ქისებიც მივხვდი რომ ეს შეფუთვაა თქვენი და ძალიან ლამაზია. შეფუთვა ლოგოთი ეს იმის გამო რომ არ გამოიყენება სხვა არაფერში, გადავწყვეტეთ რომ ქისების გადასარევი იქნება მისგან. ანუ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად wasteless-ი გავხდეთ. ძალიან კარგი გახდეთ კი არა ხართ უკვე და ძალიან მაგარი არის. ეხლა ვინც ჩვენ გვისმენს, ალბათ ერთი სული აქვს ნახოს და ვინც გვიყურებს იმისი შურს რომ რას ვანახევ და რა პროდუქცია გაქვთ. გვითხარით თქვენი გვერდი სად შეგიძლიათ დაგოთვალიეროთ? Facebook-ზე და Instagram-ზე უსული როგორც გვესმის ინგლისურად და ქართულად როგორც გესმის. ვებგვერდი სამწუხაროდ ჯერ არ არის დასრულებული და არ არის ესე ვთქვათ ონლაინ შოპინგი არ შეიძლება, მხოლოდ მოწერით შეიძლება. კი ბატონო, იმიტომ რომ ისედაც რთული პროდუქტია იმ მხრივ რომ მომეწონა დავაჭირე ღილაკს ვიყიდე, ესე ვერ მეორე აღარ არის და ის ფოტო უკვე რაღაცნაირი ისეთი ნიშა გვიჭირავს, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მომხმარებელთან კომუნიკაცია, აი ეს რაღაცნაირად გაცნობა ადამიანის, მისი ხასიათიდან გამომდინარე ქსოვილების შერჩევა, ანუ რთული გრძელი პროცესია. ამიტომ რაღაცნაირად ვთვლით, რომ ნიშური პროდუქტია, ეს არ არის ბაზრობაზე ვიყიდე, ნიშური პროდუქტია, ამიტომ შესაბამის მსახურებასაც ვთავაზობ. საკმაოდ ხელმისაწვდომია, მინდა ვუთხრა მომხმარებელს, რომ იმიტომ რომ ნიშურია და განსაკუთრებულია და მაღალი ხარისხია ფასი არა აქვს ძალიან მაღალი და არის ძალიან ხელმისაწვდომი ყველასთვის. საიხა ახალი წელი მოდის და სასაჩუქრად გადასარევი აქსესუარების არჩევა შეიძლება დარწმუნებული ვარ. პირველი კომპლიმენტი როდის მიიღეთ მომხმარებლისგან, სოფო და რა ეფექტი ქონდა და რა დღეში იყავით? პირველი დღეს, როდესაც გავაკეთეთ Facebook-ზე page-ი და ავტვირთეთ ეს პირველი კოლექცია რაც ქონდა, იმ ხელა ტალღა წამოვიდა კომპლიმენტების და ნუ ხა ძირთად ჩვენ სამეგობრო ტრეში დატრიალდა და აი ეს ქართველი დემნა გვასალიები თუ რაღაცა ეგეთი ის რო წამოვიდა უკვე რაღაცა ისეთი სასიამოვნო იყო. აი პირველივე საღამოს მირეკავს მაკარო ნახე ჩახედა Facebook-ს რა ხდება და ნუ ეს ძალიან დიდი მოხდი იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი мотиваცია მოგწვა რომ გავაგრძელებინა და არ დავნებებულიყავით, ასე ვთქვათ, იმ რთულ პერიოდებში, რომ გახსენდებოდა ეს აღფრთოვანება და პრინციპში რასაც ყოველ დღე და დღესდღეობითაც ვიღებთ, იმიტომ რომ იცვლება მომხმარებელი, ახალი პუბლიკა შემოდის და ეს აღფრთოვანება რაღაცნაირად მაინც ძალიან დიდი мотиваცია თავისთავად ცხადია. სოფო, გახდა ეს თქვენი ბიზნესი შემოსავლის წყარო თუ გასართობად რჩება? არა, აი გვაინტერესებდა. ჯერ სამწუხაროდ არა. ისევ თქვენს мотиваციაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. სამწუხაროდ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამდენი ხნის ეს ენთუზიაზმი და მხელა შრომა როდესღაც გამოიყებს თავის შედეგს. აუცილებლად გაისვრის რო იტყვიან თქვენს ბიზნესში. ხო, მე ამისი მჯერა რომ ენერგეტიკა ყოველთვის ცირკულირებს და ეს უკან რაღაცა სახით უნდა მოვიდეს. ამიტომ ვთვლი რომ არ უნდა გავჩერდეთ, ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ განსაკუთრებით აი 1 წლის წინ ყველას გვახსოვს რა კოლაფსი იყო ზოგადად და აი მაშინ მივხვდით რომ ხა არ უნდა დავიხუროთ, არ უნდა რაღაცა უნდა გვეშველოს დავქნათ. და რაღაცნაირად აი გადავაკვირეთ ის პერიოდი და მივხვდი რომ თუ არ გავაგრძელეთ, სხვა გზა არ არის.
რაღაც უნდა ვიმოქმედოთ. ხო, ეხლა სოციმედიის ის არის ეპოქა არის სოციალური ქსელები ყიდის ყველაფერს. აი ეს რაღაცა დრო რაც თვით სწავლაში დახარჯეთ. შესაძლებელი იყო რომ აი რაღაცა სოციალური მედიის კიტებისთვის გადაგეცათ დაუშვათ და ყველაფერი გეკეთებინათ, მაგრამ ეთქობა თქვენ თვითონ გინდათ. იცი რა არ იყო ესე მაგ პერიოდში ჩვენ რო დავიწყეთ, ამდენი ინსტრუმენტი არ არსებობდა. ანუ ესეთი დახვეწილი არ იყო, არც სოციალური ქსელი და არც ინტერნეტ სივრცე. ნუ ეხლა ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა, ერთ-ერთი AI-ის მეშვეობით ბევრად უფრო მარტივად შეიძლება ყველაფრის მარტო. ჯერ არ ვიყენებთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ხო, მაგის გარეშე ვერ გადავჭერთ. უკვე ნელ-ნელა თანამედროვე უნდა შეუთავსო ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის თუ გამოგვადგება, არ უნდა შეგეშინდეს არანაირი სიახლის, მეც ამ ყველაფერზე თანახმა ვარ. ახლა უნდა გადავიდე ჩემს უსაყვარლეს საკითხზე, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით ნაძვისხე და ნაძვისხის აქსესუარები და ახალი წელი უყვარს ყველას, იმიტომ რომ ისეთი სენტიმენტები მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი მუდმივად ჩემი ბიუჯეტი არის საახალწლოდ გადადებული იმისთვის, რომ კარგი, ლამაზი, საკოლექციო და ძვირფასი აქსესუარები შევიძინო ნაძვისხისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი შვილები ამ ყველაფრის ბოლომდე აღქმის საშუალებას არ მაძლევენ და მტრევადია ყველაფერი და ლეწვადია, ამის გათვალისწინებით შექმნით ეს ძვირფასი აქსესუარები თუ მოგვიყევით უშუალოდ ამის შექმნის ისტორია. მე ზოგადად ძალიან მიყვარს შუშა. გიჟდები ძველ შუშის სათამაშოებზე და ბავშვების პატარები რო იყვნენ მეც დავდექი მაგის წინაშე რა ნუ ლეწებოდა ყველაფერი მაგის გათვალისწინებითაც და იმის გათვალისწინებით რომ ქსოვილი რაზე შეიძლება გამოიყენებოდეს ისე რომ იყოს მდგრადი იყოს არამსხრევადი იყოს ყველასთვის ესე ვთქვათ მისაღები ძალიან ლამაზია. ესე იგი, ვინც გვისმენს, იმას ვეტყვით, რომ ეს არის მეტალის დეტალები, გამოყენებული, შიგნით ულამაზესი ნაჭრები, რომელიც აი წარმომიდგენია ნაძვისხეს როგორ დაამშვენებს და ნუ სასაჩუქრედაც მგონია, რომ აი მე ვინცაც გინდათ, რომ საჩუქარი მაჩუქოთ, ჩემთვის ნაძვისხის აქსესუარი არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი შეიძლება გამიხარდეს და გამაბედნიეროს და სასაჩუქრე ბოქსები გაქვთ შექმნილი, ხო? აი ეს ესეთი ყუთებია, რომელშიც დევს 4 სხვადასხვანაირი სათამაშო. ვთქვათ, სურვილის შემთხვევაში აი ამ ნაძვის სათამაშოებს შეგვიძლია ტკბილეული და ვთქვათ, ღვინო ან რამე ალკოჰოლური სასმელი მოვაყოლოთ, ესე ვთქვათ. მაგრამ ნუ ჩვენი წარმოებიდან მხოლოდ 4 სათამაშოს სეტი გვაქვს. ამ არჩევანის საშუალებაც აქვს თქვენს გვერდზე დაუშვათ არჩევენ ამ სათამაშოებსაც რას ჩადებთ თუ უბრალოდ რაც იქნება მე მირჩევნია რომ მე შევთავაზო იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მირჩევნია რომ მე თვითონ შევუხამო ეს ქსოვილები ერთმანეთს და ისე შევკრას ხადია ორი რაღაცა ის არის გამოყენებული პროდუქტი ხო ამ სათამაშოებში და ეს მეტალი ყველა ერთი და იგივე არის არა ეს არის თქვენ რაც გიჭირათ უჟანგავი ფოლადი რაღაცნაირი დაფარვა აქვს მოკროვილი და აი აქეთკენ რაც დევს ესენი არის თითბერის ესენი არის ოდნავ მოძრდილი ზომის არის, მაგრამ იგივე პრინციპით არის დამზადებული. და უფრო ოქროსფერი არის, ხო? თქვენი აქსესუარი. სხვანაირი თუმცა ბზინვარება ორივეს აქვს, მაგრამ ნუ აი ამას სხვანაირი. ძიმეც არის, მასიურიც არის, აი ფასი როგორ არის? ამათი ფასი განსხვავდება ერთმანეთისგან? განსხვავდება კი. აი ესენი არის 100 ლარი, იმიტომ რომ არის თავიდან ბოლომდე ხელნაკეთი. იუველირის დამზადებული. ეს არის რაღაცა გულსაბრევადაც რომ შეგიძლია გამოიყენა და ხოთაშორის მითხრეს რომ ხომ არ შეგვიძლია ვიყიდოთ მართლა ძალიან ლამაზია და აი ვისაც უყვარს ესეთი დიდი აქსესუარები ეს არის რაღაცა ვფიქრობთ რომ სამკაულის ხაზს გავაკეთოთ თითბერისგანაც და ფოლადისგანაც იმიტომ რომ რეალურად ძალიან შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში ეს მეტალი რაღაცნაირი დაფარვა აქვს ბზინვარე სუბუქი აი ამას გულისხმობთ თითბერს ხო იმას გულისხმობთ ამ მეტალს ის თითბერი არის ნუ რთული სამუშაო თვითონ მაცალიდან გამომდინარე და ხელობაც ძალიან ძვირი ღირს
ის რაღაცნაირად ძალიან ლიმიტირებულია, მაგრამ ნუ აი რაღაცა რაოდენობის კიდე შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს ძალიან ის არის ძვირფასი არის და კი ეთყობა რომ ძალიან ისეთი ნაკეთობაც ისეთი აი ეს ნაკეთობაც არის ისეთი ლამაზი მაგრამ ამაც ფასში არის განსხვავდება და აი ეს რო გაქვს აი თითქოს რაღაცა ძვირფასი აქსესუარი გიჭირავს და ძალიან ლამაზი არის. კარგად არის გაკეთებული. ამის გაკეთებაზეც ისე იწვალეთ როგორც ფეხსაცმლის თუ ადვილად მიაგენი თქვენთვის სასურველი იუველირის ვთხოვეთ რომ გაეკეთებინა ეს არ არის მორიგი ხელოსნის ნამუშევარი ეს არის იუველირის ნამუშევარი რომელსაც ნუ დაჭირდა როგორ გითხრათ ალბათ 2 კვირა ამის გაკეთება იმიტომ რომ მართლაც რთული სამუშაოა ეს არის 2 ფენა ერთმანეთში რომ სწორედ ჩაჯდეს ძალიან რთული ნამუშევარია და ძალიან სუფთად ნამუშევარი არის ჩვენ ძალიან კმაყოფილები და პირველი შედეგი ეს იყო პირველი ნიმუში რაც დავამზადეთ და ძალიან მაგარია ძალიან კმაყოფილები ვიყავი დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა ნივთებს რასაც იძენ თავის სული მიყვება და აი თქვენ რაღაცა იმ ხელა ენთუზიაზმი, იმ ხელა мотиваცია, იმ ხელა სიყვარულით ქმნით ყველა პროდუქტს, რომ მგონია რომ ეს ნაძვის ხეზე კიდე რაღაცა სხვა ენერგეტიკას და სხვა სითბოს შეიტანს ოჯახში და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ესე ინდივიდუალურად აკეთებთ და ქმნით ამ ყველაფერს და ძალიან დიდი მადლობა. აი ყველაფერი რაც ქართულია რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ მარტო ჩემთვის არა, ჩვენი მსმენელისთვისაც და ყველა ქართველისთვის სხვანაირად ფაქიზია და ძალიან საამაყოა რომ ხარისხს ესე ზრდით თქვენ თვითონ მიყვებით დეტალებს რომელიც არ მოგწონდა საბოლოო ჯამში ვიღებთ ესეთ შედეგს. რა არის თქვენი საბოლოო მიზანი? ჩვენი საბოლოო მიზანია რომ გავხდეთ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე და შევინარჩუნოთ ის ხარისხი რაც გვაქვს და ვიყოთ ეს ნიშური მაღალ კატეგორიაზე გავიდეთ იმიტომ რომ ნუ ხებით რომ ამდენ ენერგიას ვდებთ და სამწუხაროდ ჯერ ერთი და იგივე ადგილს ვტკევნით რაღაცა თვალსაზრისით. საერთაშორისო ბაზარზე გვინდა გასვლა და გვინდა რომ ეს ჩვენი სიტყვა რაც იდეა დევს ამაში გავიტანოთ ქვეყნის გარეთაც და ჩვენც ვთქვათ რომ ჩვენც ვართ იმ გლობალური სამყაროს ნაწილი და მზრუნველები ზოგადად გარემოზე და ეს არ არის თქვათ შორის რომ დავიწყეთ თავიდან კვლევა არ არის ბევრი კომპანია კი საერთოდ არავინ არ არის ვინც ფეხსაცმელს აწარმოებს ესეთ ფეხსაცმელს ანუ არის რაღაცა ეს პადრილები საფრანგეთში იწარმოება ესეთი ნარჩენებისგან ეს გამოვაკვლიეთ ესეთი ფეხსაცმელი რომელიც არის სრულყოფილად ფეხსაცმელი საერთოდ არის იწარმოება ბრენდების მიერ თავისივე ისიც მე აღმოვაჩინეთ მაგრამ ესე რომ რაღაცა რენდომ დადიოდეს ადამიანი და აგროვდეს და მე ამისგან რაღაცას ქმნიდეს ხო და ამით არ ვამაყობთ კი ნამდვილად ძალიან მაგარი არის ეს ყველაფერი კარგია რომ ხარისხი თქვენ უკვე კმაყოფილები ხართ იმიტომ რომ რაღაცნაირად უკვე იშლება ის წარმოდგენა რომ აუ ქართულია და ნუ ისეთი არ იქნება რატომ ის ხა ქართული ესე ძვირი ეგ ყველაფერი ნალა ხრება მომხმარებელისგან ისეთი ფიდბექი მოდის ხოლმე ეს უკვე კავშირი ხო ძალიან მნიშვნელოვანია და სადმე რომ ვაგზავნით და იქიდან მოდის მილიონი კომპლიმენტი რომ ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან და ეხა მილანში რომ გააჩერებენ ადამიანს და კითხავენ რომ რა გაცვია ჩვენთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია და როგეუბნებიან რომ თან ისე ვხმარობ რომ რაღაცა ჩუსტები ვითარი და ძალიან დიდი მადლობა და ჩვენც ძალიან მაგარია. სოფო ხა დარწმუნებული ვარ ჩვენ ვინც გვისმენს მსმენელი აი თუ აპირებს ახალწოდსად მე წასვლას არ მეგობრებს ელოდება უცხოეთიდან ან ასე შემდეგ რაღაცა თან გაიყოლოს ეს აქსესუარი სულ ეძებენ ხოლმე ესეთ ქართულს და გააქვთ მზა პროდუქცია რომ აი დაუშვათ რომ მოგწეროს რომ ესა კელი კეფოლისთვის მინდა დაუშვათ 39-ის ომა ლოფერი გააქვთ მზა ხალხები არ გვაქვს სამწუხაროდ ვერ ვაკეთებთ დიდ სტოკს მაგრამ სათამაშოები შეგვიძლია გავმზადოთ და რაც გვაქვს მზა შეთავაზა. აი ეგ მაინტერესებდა მოკლედ შეთავაზა ვილაპარაკოთ რეკლამის მერე უნდა დაუბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი დაგველოდება ძალიან დიდი მადლობა რომ საინტერესოდ საუბრობთ.